თუ დილით დაღრილი იღვიძე, გიჭირს ადგომა და მუდმივად ხარ ცუდ გუნება გამწყობაზე, ამას რამოდენიმე მიზეზი შეიძლება ჰქონდეს. ვისაუბრებ ყველაზე ხშირ მიზეზზე. ეს არის ქრონიკული ინტოქსიკაციის ერთ-ერთი სიმპტომი. ანუ შენს ორგანიზმში იმდენი მავნე ნივთიერებაა დაგროვილი, რომ ღვიძლი ვეღარ ახერხებს მათ განეიტრალებას. ამიტომ ეს ტოქსინები დაგროვდა სისხლში და გავლენას ახდენს ნერვულ სისტემასა და საციცოცხლოდ მნიშვნელოვან ორგანოებზე. ჩვენს ორგანიზმში ყოველდღე ხვდება დიდი რაოდენობით მავნე ნივთიერებები წყლიდან, ჰაერიდან, საკვებიდან და ასევე თვითონ ჩვენი სხეულის უჯრედების ცხოველმოქმედების შედეგად გამოიყოფა მავნე ნივთიერებები, რომელთა განეიტრალება ხდება ღვიძლში. რა უნდა გავაკეთოთ, როგორ ვუშველოთ ამ მდგომარეობას? პირველი, რაც თქვენ შეგიძლიათ დამოუკიდებლად გააკეთოთ, ეს არის მიიღოთ საკმარისი რაოდენობით წყალი დღეში 30 მილილიტრი 1 კილო წონაზე. ასევე, ასეთ შემთხვევაში გესაჭიროებათ აუცილებლად დეტოქს პროგრამა, ანუ ორგანიზმის უჯრედულ დონეზე წმენდა და მასში დაგროვილი ტოქსინების გამოტანა. თუ დროულად არ მოხდა ამ პრობლემის მოგვარება, ეს შეიძლება გახდეს რომელიმე ორგანოს და სისტემის წყობრიდან გამოსვლის მიზეზი. იმ ორგანოსი, რომელიც ყველაზე სუსტი რგოლია. ასევე ხშირად ქრონიკული ინტოქსიკაცია ხდება დეპრესიის მიზეზი. მე მარია გორგილაძე, ნუტრიციოლოგი, ფიზიოთერაპევტი, დაგეხმარებია აღიდგინო ჯანმრთელობა ისე, რომ აღარ დაგჭირდეს ექიმი და წამალი.